გადაღება დავიწყე 2005 წელს, თავიდან ვიღებდი ფირით. 2012-ში უკვე გადავიდი ციფრულზე და გადავიღე პირველი ქუჩის სტილის ფოტო. ამ ფოტოთი დაიწყო ჩემი დაინტერესება. ქუჩის სტილის გადაღება ცოტა რთულია, იმიტომ რომ ქუჩაში მოსიerne ხალხის დათანხმება გადაღებაზე ზოგჯერ პრობლემატური ხდება. ვცდილობ რომ თბილისის გარეთაც გადავიღო ბათუმში, გადავიღო სხვა ქალაქებში. ვცდილობ რომ ვიმოგზაურო, ევროპაშიც გადავიღო რაღაც ფოტოები, იმიტომ რომ განსხვავებული ვიზუალია, განსხვავებული ჩაცმულობაა და საინტერესოა ეს ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისტის. ამ ეტაპზე ვიღებ Canon-ით 5D Mark III-ით და ვიღებ 50 mm-ით 1 და 2-ით. ეს კომბინაცია ძალიან კარგ გამოსახულებას მაძლევს, ძალიან კარგი ხარისხია, ფერებიც, ყველაფერი იდეალურია. ვიღებ 50 mm-ით, მაგრამ ზოგჯერ ვიღებ 85-ითაც. მიყვარს ფიქსირებული ლინზა, გახსნილი დიაფრაგმა და წერტილოვანი ფოკუსი. ვფიქრობ, სტრიტ-სტაილ ფოტოგრაფიისთვის ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე. მიყვარს სწორი ხაზების სიმეტრიულობა ნებისმიერ ფოტოგრაფიაში და ქუჩის მოდაშიც რა თქმა უნდა. ვცდილობ გადავიღო ხოლმე დეტალებიც, არ ვიყენებ zoom ლინზებს, იმიტომ რომ მირჩევნია მე თვითონ ვიმოძრაო, გავყვეთ ჩემ გადაღების ობიექტს, ნებისმიერ ადგილას ახლოს მივიდე, დეტალიც გადავიღო, ცოტა შორიდან დიდი სივრცეც გავაკეთო და ამიტომ მირჩევნია მე ვიმოძრაო, ვიდრე რაღაც zoom-ით ახლოს მოვიტანო რაღაცა ხედი. ჩემ გადაღებულ ფოტოებს ვაქვეყნებ საკუთარ საიტზე, პორტავე მაგაზინი გავაკეთე 2012 წელს, 4 წლის წინ პირველად გადავიღე ფოტო ქუჩის მოდასთან დაკავშირებით და მას მერე ყოველდღურად ვცდილობ რომ რაღაც ფოტო გადავიღო. ჩემი სურვილია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, სხვადასხვა ქალაქებში გადაღება, იმიტომ რომ ვფიქრობ ქუჩაში მოსიerne ხალხის ჩაცმულობა რაღაც კუთხით ქალაქის სახესაც წარმოადგენს, როგორც თბილისი, ასევე ნებისმიერი მსოფლიოს სხვა ქალაქიც და ეს მაინტერესებს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროფილს გადაღება, იმიტომ რომ ვიზუალური მასალა, ვიზუალური ინფორმაცია ყოველთვის გავლენას ახდენს ფოტოგრაფიაზე, ქუჩის მოდის ფოტოგრაფიაზე და ნებისმიერ სხვა სფეროზე. ამ სფეროთი მოდის ფოტოგრაფიით და ქუჩის სტილის ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის შემიძლია რჩევა მივცე. გადაიღო ძალიან ბევრი ნახონ მსოფლიოში ვინ რას იღებს, ვინ როგორ მუშაობს, საქართველოშიც ვინ როგორ მუშაობს, იმიტომ რომ მსგავსი ფოტოების ნახვა გამოცდილებას გაძლევს, უფრო კარგად და მკაფიოდ გიჩვენებს და განსაზღვრავს ჩვენს ხედვას. ასე რომ ნახეთ ძალიან ბევრი, გადაიღეთ ძალიან ბევრი და ეცადეთ რომ სხვადასხვანაირად გადაიღოთ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდება ეს ხედვა და რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება მიეცემა ამ ყველაფერს.